Bhagavad Gita, თავი მე-18, ლექსი 73. არჯუნამ თქვა, ჩემო ძვირფასო კრიშნა, ო შეუცდომელო, უკვე გაქრა ჩემი ილუზია, შენი წყალობით მეხსიერება დამიბრუნდა, ახლა ვერაფერი შემარყევს, ეჭვი არა მაქვს და მზადა ვარ შენი დარიგებების შესასრულებლად. განმარტება. ცოცხალი არსების, რომელსაც არჯუნა წარმოადგენს, კონსტიტუციური მდგომარეობა იმაშია, რომ უზენაესი უფლის ბრძანების თანახმად იმოქმედოს. ცოცხალი არსების დანიშნულება თვით დისციპლინირებაა. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს, რომ თავისი ჭეშმარიტი არსით, ცოცხალი არსება უზენაესი უფლის მარადიული მსახურია. ამ პრინციპის დავიწყების გამო, ცოცხალი არსება მატერიალური ბუნებით განპირობებული ხდება, მაგრამ უზენაესი უფლის სამსახურის წყალობით ღმერთის განთავისუფლებული მსახური ხდება. კონსტიტუციური მდგომარეობით ცოცხალი არსება მსახურია. იგი უნდა ემსახუროს ან ილუზორულ მაიას, ან უზენაეს უფალს. თუ კი უზენაეს უფალს ემსახურება, თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია, მაგრამ თუ კი ილუზორული, განრიგანი ენერგიის სამსახურს ამოირჩევს, აუცილებლად ტყვეობაში იქნება. ილუზიაში ყოფნისას ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროს ემსახურება. იგი ხელფეხშეკრულია საკუთარი ვნებითა და სურვილებით და მაინც სამყაროს ბრძანებლად მიაჩნია თავი. ამას ილუზია ეწოდება. როდესაც პიროვნება თავისუფლდება, მისი ილუზია ქრება და ნებაყოფილობით მიენდობა უზენაეს, რათა უფლის სურვილების თანახმად იმოქმედოს. საბოლოო ილუზია, მაიას საბოლოო ხაფანგი, რომლის საშუალებითაც ცოცხალ არსებას იჭერს, არის მტკიცება, რომ ცოცხალი არსება ღმერთია. ცოცხალი არსება თვლის, რომ იგი აღარ არის განპირობებული სული, არამედ ღმერთია. იმდენად უგუნურია, რომ არ ფიქრობს იმაზე, თუ კი ღმერთია, როგორ შეიძლება ეჭვები ჰქონდეს. იგი არ უფიქრდება ამას. ამრიგად, ეს ილუზიის უკანასკნელი ხაფანგია. სინამდვილეში, ილუზორული ენერგიისგან განთავისუფლება კრიშნას ღმრთების უზენაესი პიროვნების შეცნობასა და მისი ბრძანების თანახმად მოქმედებას ნიშნავს. ამ ლექსში მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა მოჰა. მოჰა ცოდნის საწინააღმდეგო რამ არის. სინამდვილეში, ჭეშმარიტი ცოდნა ნიშნავს იმის გაგებას, რომ ყოველი ცოცხალი არსება უფლის მარადიული მსახურია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ასე იფიქროს საკუთარ თავზე, ცოცხალი არსება თვლის, რომ მსახური კი არა, მატერიალური სამყაროს მბრძანებელია, ვინაიდან მატერიალურ ბუნებაზე ბატონობა სურს. ეს მისი ილუზიაა. ამ ილუზიის გადალახვა უფლის ან წმინდა ერთგულის წყალობით შეიძლება. როდესაც ეს ილუზია ქრება, ცოცხალი არსება თანახმაა იქ მოქმედოს კრიშნას ცნობიერებაში. კრიშნას ცნობიერება კრიშნას ბრძანების თანახმად მოქმედებას ნიშნავს. განპირობებულმა, გარეგანი ენერგიით მოტყუებულმა სულმა არ იცის, რომ უზენაესი უფალი ბრძანებელია, ცოდნითაა აღსავსე და ყველაფერი მას ეკუთვნის. მას შეუძლია მისცეს მის ერთგულებს ყველაფერი, რასაც მოისურვებენ. იგი ყველას მეგობარია, განსაკუთრებით კი თავისი ერთგულის მიმართ აქვს მიდრეკილება. მატერიალური სამყაროს და ყოველი ცოცხალი არსების განმგებელია. განაგებს ამოუწურავ დროსაც და მთელს სიდიადეებსა და პოტენციებს. ღმრთების უზენაეს პიროვნებას შეუძლია თავისი ერთგულის ხელში გადავიდეს. ის, ვინც არ იცნობს მას, ილუზიის გავლენაშია. იგი არ ხდება ერთგული, არამედ მაიას, ილუზიას ემსახურება, მაგრამ ღმრთების უზენაესი პიროვნებისგან Bhagavad Gita-ს მოსმენის შემდეგ არჯუნა ყოველგვარი ილუზიისგან განთავისუფლდა. მან იცოდა, რომ კრიშნა არა მხოლოდ მისი მეგობარი, არამედ ღმრთების უზენაესი პიროვნება იყო და სინამდვილეში შეიცნო კრიშნა. ამრიგად, Bhagavad Gita-ს შესწავლა სინამდვილეში კრიშნას შეცნობას ნიშნავს. როდესაც პიროვნება სრულ ცოდნას ფლობს, ბუნებრივია კრიშნას მიენდობა. როდესაც არჯუნა მიხვდა, რომ სწორედ კრიშნამ ჩაიფიქრა მოსახლეობის ზრდის შემცირება, დათანხმდა კრიშნას სურვილის თანახმად ბრძოლაზე. მან კვლავ აიღო ხელში იარაღი, შვილდისარი, რათა ღმრთების უზენაესი პიროვნების ბრძანებით ებრძოლა. ლექსი 74. სანჯაიამ თქვა, ასე მოვისმინე ორი დიადის სულის, კრიშნასა და არჯუნას საუბარი.
და იმდენად საოცარია ეს ეპისტოლე, რომ თმები ყალყზე მიდგება. განმარტება. ბჰაგავად გიტას დასაწყისში დრიშტარაშტამ ჰკითხა თავის ვეზირს სანჯაიას, რა მოხდა კურუქშეტრას ბრძოლის ველზე. სანჯაიას მთელი ეს მოძღვრება გულში თავისი სულიერი მოძღვრის ვიასას წყალობით გაენდო. ამრიგად მან აღწერა რა ხდებოდა ბრძოლის ველზე. საუბარი საოცარი იყო, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი საუბარი ორ დიად სულს შორის არასოდეს გამართულა და აღარასოდეს გაიმართება. იგი საოცარი იყო იმით, რომ ღმრთების უზენაესი პიროვნება უყვებოდა უფლის დიად ერთგულს, არჯუნას საკუთარი თავისა და საკუთარი ენერგიების შესახებ. თუკი კრიშნას შესაძნობად არჯუნას ნაკვალევს გავყვებით, ჩვენი ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული იქნება. სანჯაიამ შეიცნო ეს და როდესაც მიხვედრა დაიწყო, დრიშტარაშტას უამბო ეს საუბარი. მაშასადამე აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სადაც არ უნდა იყოს კრიშნა და არჯუნა, იქ გამარჯვება იქნება. ლექსი 75. ვიასას წყალობით მე მოვისმინე ეს ყველაზე საკრალური საუბრები, უშუალოდ მთელი მისტიმიზმის მბრძანებლის კრიშნასგან, რომელიც პირადად არჯუნას ელაპარაკებოდა. განმარტება. ვიასა სანჯაიას სულიერი მოძღვარი იყო და სანჯაია აღიარებს, რომ სწორედ ვიასას წყალობით შეძლო მან ღმრთების უზენაესი პიროვნების გაგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალმა არსებამ უნდა შეიცნოს კრიშნა არა პირდაპირ, არამედ სულიერი მოძღვრის დახმარებით. სულიერი მოძღვარე გამჭვერვალე გარემოა, მაგრამ აღქმა მაინც უშუალოდ ხდება. ასეთია მოწაფეობრივი თანმიმდევრობის საიდუმლოება. თუკი სულიერი მოძღვარი ჭეშმარიტია, მაშინ ცოცხალ არსებას უშუალოდ მისგან შეუძლია ბჰაგავად გიტას ისევე მოსმენა, როგორც არჯუნა ისმენდა მას. სოფლიოში მრავალი მისტიკოსი და იოგია, მაგრამ კრიშნა მეუფეა იოგას ყოველი სისტემისა. კრიშნას დარიგება ნათლად არის მოცემული ბჰაგავად გიტაში. ცოცხალი არსება უნდა მიენდოს კრიშნას. ის, ვინც ამას ასრულებს, უმაღლესი იოგია. ეს დადასტურებულია მე-6 თავის ბოლო ლექსშიც. ნარადა კრიშნას უშუალო მოწაფე და ვიასას სულიერი მოძღვარი იყო. ამიტომ ვიასა ისევე ჭეშმარიტი ავტორიტეტია, როგორც არჯუნა, ვინაიდან მოწაფეობრივ თანმიმდევრობას მიეკუთვნება. სანჯაია კი ვიასას უშუალო მოწაფე გახლდათ. ამიტომ ვიასას წყალობით სანჯაიას გრძნობები განიწმინდა და იგი უშუალოდ ხედავდა და უსმენდა კრიშნას. ის, ვინც უშუალოდ უსმენს კრიშნას, ამ საკრალურ ცოდნას გაიგებს. თუკი ადამიანი მოწაფეობრივ თანმიმდევრობას არ მიმართავს, ვერ მოусმენს კრიშნას, ამიტომ მისი ცოდნა მუდამ არასრულყოფილია. ყოველ შემთხვევაში ბჰაგავად გიტას გაგების თვალსაზრისით მაინც. ბჰაგავად გიტაში აღწერილია იოგას ყოველი სისტემა, კარმა იოგა, ჯნანა იოგა და ბჰაქტი იოგა. კრიშნა მთელი მისტიმიზმის მეუფეა. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ როგორც არჯუნა აღმოჩნდა საკმარისად იღბლიანი, რომ უშუალოდ შეეცნო კრიშნა, ასევე ვიასას წყალობით სანჯაიამაც შეძლო უშუალოდ მოესმინა კრიშნასთვის. სინამდვილეში არ არსებობს განსხვავება უშუალოდ კრიშნასგან მოსმენასა და უშუალოდ კრიშნას შესახებ მოსმენას შორის. ისეთი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარისგან, როგორიც ვიასაა. სულიერი მოძღვარი ვიასადევას წარმომადგენელიც არის. ამიტომ ვედურის სისტემის თანახმად სულიერი მოძღვრის დაბადების დღეს მოწაფეები ატარებენ დღესასწაულს, რომელსაც ვიასა პუჯა ეწოდება. ლექსი 76. ო მეფეო, როდესაც კვლავ და კვლავ ვიგონებ კრიშნასა და არჯუნას ამ საოცარ და წმინდა საუბარს, გული მითრდის და ყოველ წამს სიამოვნებას ვგრძნობ. განმარტება. ბჰაგავად გიტას გაგება იმდენად ტრანსცენდენტულია, რომ ვინც გაერკვევა კრიშნასა და არჯუნას საუბრის თემებში, ღვთისმოსავი გახდება და ვერასოდეს დაივიწყებს ამ საუბრებს. ასეთია სულიერი ცხოვრების ტრანსცენდენტული არსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც სწორი წყაროდან უშუალოდ კრიშნასგან ისმენს გიტას, კრიშნას სრულ ცნობიერებას აღწევს. კრიშნას ცნობიერების შედეგი ისაა, რომ ცოცხალი არსება უფრო და უფრო ნათლდება და გულის თრთოლვით ტკბება ცხოვრებით, არა მხოლოდ დროებით, არამედ განუწყვეტლივ. ლექსი 77. ო მეფეო, როგორც კი უფალი კრიშნას საოცარ სახეს ვიხსენებ, უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვარ და კვლავ ვხარობ. განმარტება.
როგორც ჩანს, ვიასას წყალობით სანჯაიაც ხედავდა არჯუნასათვის ნაჩვენებ კრიშნას კოსმოსურ ფორმას. ნათქვამია, რომ კრიშნას აქამდე არასოდეს უჩვენებია იგი. მართალია, კრიშნა მხოლოდ არჯუნას უჩვენა. ამ დროს ზოგიერთი ერთგულებიც ხედავდნენ კრიშნას კოსმოსურ ფორმას. მათ შორის იყო ვიასაც. იგი უფლის ერთ-ერთი უდიადესი ერთგულია და კრიშნას მიერ ძალაუფლებით აღჭურვილ ინკარნაციად ითვლება. ვიასამ გაუნდო ეს ფორმა თავის მოსწავლე სანჯაიას, რომელიც კრიშნას მიერ არჯუნასათვის ნაჩვენებ ამ საოცარ ფორმას იხსენებდა და კვლავ და კვლავ ტკბებოდა. ლექსი 78. სადაც არის კრიშნა, მთელი მისტიმიზმის მეუფე და სადაც არის არჯუნა, უდიდესი მშვილდოსანი, იქ აუცილებლად იქნება სიდიადე, გამარჯვება, არნახული ძალა და ზნეობა. ასეთია ჩემი აზრი. განმარტება. ბჰაგავად გიტა დრიშტარაშტრას შეკითხვით დაიწყო. იგი თავისი შვილების გამარჯვებას იმოდევნებდა, რომელთაც ისეთი დიადი მებრძოლები ეხმარებოდნენ, როგორებიც იყვნენ ბიშმა, დრონა და კარნა. მას იმედი ჰქონდა, რომ წილად გამარჯვება მას ხვდებოდა, მაგრამ ბრძოლის ველის სურათის აღწერის შემდეგ სანჯაიამ უთხრა მეფეს, შენ გამარჯვებაზე ფიქრობ, მაგრამ სადაც კრიშნა და არჯუნა არიან, წარმატებაც იქ იქნება. მან პირდაპირ დაადასტურა, რომ დრიშტარაშტრას გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდა. გამარჯვება უდაოდ არჯუნას მხარეზე იყო, ვინაიდან კრიშნა იყო მასთან. კრიშნამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავის სიდიადე იმით, რომ არჯუნას მეეტლის როლი ითავა. კრიშნა აღსავსეა მთელი სიდიადეებით. განდეგილობა კი ერთ-ერთი მათგანია. არსებობს ასეთი განდეგილობის გამოვლენის მრავალი შემთხვევა, ვინაიდან კრიშნა განდეგილობის მეუფეც არის. სინამდვილეში ბრძოლა დურიოთანასა და იუთიშთირას შორის მიმდინარეობდა. არჯუნა თავისი უფროსი ძმის, იუთიშთირას სახელით იბრძოდა. ვინაიდან კრიშნა და არჯუნა იუთიშთირას მხარეზე იყვნენ, იუთიშთირას გამარჯვება უცილობელი იყო. ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა მსოფლიოს მბრძანებელი და სანჯაიამი წინასწარმეტყველა, რომ ძალაუფლება იუთიშთირას ხელში გადავიდოდა. აქ ნაწინასწარმეტყველებია ისიც, რომ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ უფრო და უფრო აყვავდებოდა იუთიშთირას სამეფო, ვინაიდან იგი არა მხოლოდ ღვთისმოსავი და წმინდანი იყო, არამედ უნაკლოს ნეობითაც გამოირჩეოდა. მას მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს უთქვამს სიცრუე. არსებობს მრავალი ნაკლებად გონიერი ხალხი, რომელსაც ბჰაგავად გიტა ბრძოლის ველზე მყოფ ორ მეგობარს შორის მიმდინარე საუბრად მიაჩნია, მაგრამ ასეთი წიგნი წმინდა წერილი ვერ იქნება. ზოგიერთები შეიძლება შემოგვედაონ, რომ კრიშნამ არჯუნას ბრძოლა დააწყებია, რაც უზნეო საქციელია, მაგრამ აქ გარკვევით არის ნაჩვენები ვითარების რეალური არსი. ბჰაგავად გიტა ზნეობის უმაღლესი სწავლებაა. ზნეობის უმაღლესი დარიგება მოცემულია მე-9 თავის 34 ლექსში. ცოცხალი არსება უნდა გახდეს კრიშნას ერთგული და მთელი რელიგიის არსი კრიშნასადმი მინდობაში მდგომარეობს. ბჰაგავად გიტა რელიგიისა და ზნეობის უმაღლესი გზაა. ნებისმიერმა სხვა გზამ შეიძლება განწმინდოს ადამიანი და ამ გზამდე მიიყვანოს, მაგრამ გიტას დარიგება მთელი ზნეობისა და რელიგიის ბოლო სიტყვაა. კრიშნასადმი მინდობა ასეთია მე-18 თავის დასკვნა. ბჰაგავად გიტადან ვგებულობთ, რომ ერთი გზაა საკუთარი თავის ფილოსოფიური სპეკულაციისა და მედიტაციის საშუალებით შეცნობა. მაგრამ კრიშნასადმი სრული მინდობა უმაღლესი სრულქმნაა. ეს არის ბჰაგავად გიტას მოძღვრების არსი. საზოგადოებრივი ცხოვრების საფეხურებისა და რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობის თანახმად, მარეგულირებელი პრინციპების გზა შეიძლება ცოდნის საკრალურ ნაწილს შეადგენდეს, მაგრამ თუმცა საკრალურია, რელიგიის რიტუალები, მედიტაცია და ცოდნის განვითარება კიდევ უფრო საკრალურია. ერთგულ სამსახურში კრიშნას სრული მინდობა ყველაზე საკრალური დარიგებაა. ასეთია მე-18 თავის არსი. ბჰაგავად გიტას კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ რეალური ჭეშმარიტება ღმრთების უზენაესი პიროვნება კრიშნაა. აბსოლუტური ჭეშმარიტება შეიძინება სამ ასპექტად, როგორც უპიროვნო ბრაჰმანი, ლოკალიზებული პარამატმა და საბოლოო ჯამში ღმრთების უზენაესი პიროვნება
კრიშნა. აბსოლუტური ჭეშმარიტების სრულყოფილი ცოდნა კრიშნას სრულყოფილ ცოდნას ნიშნავს. თუ კი ცოცხალი არსება კრიშნას შეიცნობს, მაშინ ასეთ შეცნობაში ცოდნის ყოველი ნაწილით შესული იქნება. კრიშნა ტრანსცენდენტულია, ვინაიდან მუდამ თავის მარადიულ, შინაგან პოტენციაში იმყოფება. ცოცხალი არსებები მისი ენერგიისგან ვლინდებიან და იყოფიან ორ ჯგუფად: მარადიულად განპირობებულები და მარადიულად განთავისუფლებულები. არის უთვალავი ასეთი ცოცხალი არსება და ისინი კრიშნას ძირითად ნაწილებად ითვლებიან. მატერიალური ენერგია 24 განაყოფის სახით ვლინდება. მატერიალური სამყარო იქმნება მატერიალური დროით. მატერიალური ენერგია კი ქმნის და ანადგურებს მას. კოსმოსური სამყაროს ეს გამოვლინება კვლავ და კვლავ ხილული და უხილავი ხდება. ბჰაგავად გიტაში განხილული იყო 5 ძირითადი საკითხი: ღმრთეების უზენაესი პიროვნება, მატერიალური ბუნება, ცოცხალი არსება, მარადიული დრო და ყოველგვარი საქმიანობები. ყველაფერი ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე, კრიშნაზეა დამოკიდებული. აბსოლუტური ჭეშმარიტების ყოველი კონცეფცია, იმპერსონალური ბრაჰმანი, ლოკალიზებული პარამატმა და ნებისმიერი სხვა კონცეფცია ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობის ნაწილებია. თუმცა ზედაპირულად ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ცოცხალი არსება, მატერიალური ბუნება და დრო განსხვავებული გვეჩვენება, უზენაესისგან არაფერი განსხვავდება, უზენაესი კი მუდამ განსხვავდება ყველაფრისგან. უფალი ჩაიტანიას ფილოსოფიას წარმოუდგენელ ერთიანობასა და განსხვავებაში მდგომარეობს. ეს ფილოსოფიური სისტემა აბსოლუტური ჭეშმარიტების სრულყოფილ ცოდნას შეადგენს. თავდაპირველი მდგომარეობით ცოცხალი არსება წმინდა სულია. იგი უზენაესი სულის ატომარულ ნაწილაკს ჰგავს. ამრიგად, უფალი კრიშნა შეიძლება შევადაროთ მზეს, ცოცხალი არსებები კი მზის შუქს. ვინაიდან ცოცხალი არსებები კრიშნას მოსაწყვრე ენერგია არიან, მათ მატერიალურ ან სულიერ ენერგიასთან კავშირში ყოფნის მიდრეკილება ახასიათებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალი არსება უფლის ორ ენერგიას შორის იმყოფება, ვინაიდან უფლის უმაღლეს ენერგიას მიეკუთვნება. მცირე დამოუკიდებლობა აქვს. ამ დამოუკიდებლობის სწორი გამოყენებით იგი კრიშნას უშუალო მბრძანებლობაში მოდის. ამრიგად, სიამოვნების მომნიჭებელ პოტენციაში იგი თავის ბუნებრივ მდგომარეობას აღწევს. ჰარე კრიშნა. ამით მთავრდება ბჰაქტივედანტას კომენტარები შრიმად ბჰაგავად გიტას მე-18 თავზე, რომელშიც განხილულია დასკვნა განდეგილობის სრულქმნა.